კამპანია არ გვინდა მაკრონი, ჩვენ გვინდა უკეთესი. არ გვინდა რა ეს მაკრონი, რაღაცა სხვაზე რო გადავიდეთ, არ შეიძლება? უკვე მაგალითად Nike, კაპა მაინც და მაინც Adidas-ი, Puma, Nike მეტწილად იმიტომ რომ აქამდე ჩვენ Nike თუ არ ვწდები არ გვწმია და მოდი ჩავიცვათ, შევიმოსოთ. ხო, ფეხბურთი ჩვენთან საქართველოში ისეთი გლობალური მასშტაბური გახდა, რომ მე მგონი Nike დაგლიჯავდა ამ ყველაფერს. მაგრამ მედლის მეორე მხარე, შეიძლება Nike იმ დიზაინს ვერ გვიკეთებს, რაც ჩვენ გვინდა, ანუ ინდივიდუალური დიზაინის მქონე მაისური. აი მაგალითად, ხო გვაქვს ჩვენ რაღაცა სპეციალური დიზაინით შექმნილი მაისური, როგორიც მაგალითად წელს გვაქვს. აი აქ სოლი დასდევს და რაღაცა ჩრდილებში დეტალები. აი წინა სეზონში მაგალითად დროშის დეტალებით შექმნილი მაისური. ამას შეიძლება Nike არ აკეთებდეს. მაგრამ ხო არის შანსი რომ აკეთებდეს. ბოლო-ბოლო Nike-ა, ბოლო-ბოლო Adidas-ია, Puma. პროფესორო, ეს არ არის ტრაგედია. მე ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ აქ რამე სასწაული ხდება და ფედერაცია უნდა გადადგეს, ან მთავრობა უნდა ჩამოიქცეს. არა, ეს პროტესტთან არაფერ შუაში არ არის. მე აქ პროტესტის განცდა არ მაქვს, უბრალოდ ჩემი პატარა სურვილია, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეს. თუ რა თქმა უნდა იქნება ამის მომხრე ხალხი, მაგრამ მე არც ისეთი დიდი ინფლუენსერი არ ვარ, რომ ხალხი ამ ყველაფერზე შევსვა. არა, მე უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობ, რომელი უფრო გაგისწორდებოდა Nike, კაპა, Adidas-ი, Puma თუ ძველი მაკრონი. დაწერე შენი აზრი კომენტარებში, შენი აზრით როდის გვეყოლება ჩვენ ახალი ტექნიკური სპონსორი. და შენი აზრით რომელი სპორტული ბრენდი შეგვმოსავს ჩვენ მაკრონის წასვლის შემდეგ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს იქნება Nike. მე ტიტკბილის ზღაპრებისთვის შეგიძლიათ დაალაიქო ვიდეო და გამოიწერო გვერდი.